ისრაელსა და უკრაინას შორის ძალიან ხმაურიანი დიპლომატიური სკანდალი მწიფდება. ისრაელი რუსეთისგან კიდუობს უკრაინაში მოპარულ მარცვლეულს და უკვე არსებობს უთქუარი მტკიცებულებები ასეთი თანამშრომლობის შესახებ. მარცვლეული, რომელსაც რუსები უკანონოდ გააქვთ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან შუამავლების მეშვეობით, შემდეგ ისრაელს მიკრიდია. ამ ჩრდილოვანი ოპერაციიდან მიღებული შემოსავლები აფინანსებს რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ. საინტერესოა ის, რომ ისრაელი ერთი მხრივ ამბობს, რომ არ იცოდა, რომ სწორედ მოპარული მარცვლეული კიდუობდა, თუმცა აქ ჩდება კითხვა, რატომ კიდუობდა საერთოდ რუსეთისგანსგან. მაგრამ მეორე მხრივ, მაშინაც კი, როცა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური პროტესტის ნოტა გააგზავნა, მაგალითად 27 აპრილს ისრაელის ერთ-ერთ პორტში შევიდა გემი, რომელიც სწორედ მოპარულ უკრაინულ მარცვლეულს ეზიდებოდა. ასეთი ეპიზოდები, როგორც აღმოჩნდა, ბოლო დროს ძალიან ბევრი იყო. ამიტომ მოდით ახლა ამ თემაზე ვისაუბროთ. მე ალექსეი პეჩუარ, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, ვთხოვთ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი, ბუმული მასზე მოცემული ამ ვიდეოს აღწერაში. მოკლედ გამოვიდა გაზეთ ხაარეცის უმნიშვნელოვანესი გამოძიება, რომელიც მხოლოდ ადასტურებს თავდაპირველ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ისრაელი არა მხოლოდ თანამშრომლობს რუსეთთან, არამედ ხელს უწყობს მის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. გაზეთის ჟურნალისტებმა დაადგინეს რუსული ბალკერის აბინსკის მარშრუტი, რომელიც აპრილის დასაწყისში ისრაელის ქალაქ ჰაიფას პორტში ჩავიდა მარცვლეულით. როგორც ჩანს, უბრალოდ ბალკერია მარცვლეულით. და მაშინ გაჩნდა ეჭვები ამ მარცვლეულის წარმოშობის შესახებ. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს არ არის ერთადერთი რუსული გემი, რომელიც ისრაელში მოპარულ უკრაინულ ხორბალს გადაჰქონდა. შემდეგ მოჰყავს გამოცემის ციტატა. ფაქტობრივად, მხოლოდ 2023 წლამდე მინიმუმ 2 გემი მოპარული მარცვლეულით ჩავიდა ისრაელში. და მინიმუმ ერთმა მათგანმა აქ განიტვირთა დოკუმენტების გემების გადაადგილების მონაცემების ანალიზისა და ჟურნალისტების მიერ მიღებული სატელიტური სურათების მიხედვით. გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსული გემები, რომლებიც მას შემდეგ მარცვლეულს აწვდიდნენ ისრაელს, სულ მცირე უცნაურად იქცეოდნენ. ცხადია, რომ ისინი ცდილობდნენ დაეფარათ იმ მარცვლეულის წარმოშობა, რომელსაც ეზიდებოდნენ. კერძოდ გემის შიდა ჟურნალებში. რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული პორტებიდან, რომელთა მონაცემებიც გაზეთმა ჰაარეცმა მიიღო, მოხსენიებულია 30-ზე მეტი პარტია მოპარული საქონლის, რომლის დანიშნულების პუნქტიც ისრაელი იყო. გამოცემის ხაროებმა აღნიშნეს, რომ ეს უკვე ტენდენცია. გაზეთის ინფორმაციით, მხოლოდ წელს ისრაელში უკვე განიტვირთა 4 პარტია მოპარული უკრაინული მარცვლეულის. კიდევ ერთი საეჭვო გემი კვირას ჩავიდა ჰაიფის ყურეში 26 აპრილის დილით და თავის რიგს ელოდება, რომ პორტში შევიდეს. ოფიციალურ განცხადებაში უკრაინამ უკვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელის ნებართვა უკრაინიდან მოპარული საქონლის იმპორტზე მიუღებელია. მაშინ თელავივში დაარწმუნეს, რომ მოусმინეთ, დიახ, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ შესაბამის ზომებს. თუმცა ის ბალკერი აბინსკი მაინც შევიდა ჰაიფას პორტში, რათა განეტვირთა. და ეს მოხდა მაშინაც კი, როცა იცოდნენ. უკრაინამ უკვე გაიგო, რომ ეს მაინც მისი მოპარული მარცვალია და გააგზავნა საპროტესტო ნოტა ისრაელში. თელავივში თქვეს, მოусმინეთ, აუცილებლად გავარკვეთ, მაგრამ ეს ბალკერი შემოდით, განიტვირთეთ. დიახ, ვიცით, რომ ეს მარცვალი თქვენ მოპარული გაქვთ. უკრაინამ უკვე გააგზავნა საპროტესტო ნოტა, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავარკვევთ ყველაფერს. და აი გამოცემამ დაადგინა, რომ რუსული გემები ჯერ იტვირთავენ მარცვალს უკრაინის ოკუპირებულ პორტებში, მათ შორის ყირიმში, როცა იქ შესვლისას ტრანსპონდერები გამორთული აქვთ. შემდეგ მარცვალს გადმოტვირთავენ, ტვირთავენ სხვა გემზე და შემდეგ აგრძელებენ ტრანსპორტირებას. ის ფაქტი, რომ ჩართული გემები თიშავენ თავიანთი AES სისტემებს, როცა ისინი ახლოს არიან უკრაინის პორტებთან და გადატვირთვის ოპერაციის დროს, და რამდენიმე დღის შემდეგ ისევ რთავდნენ, როცა უკვე ხორბლით დატვირთულები იყვნენ, რაც ადასტურებს ეჭვს, რომ ოკუპირებული უკრაინული პორტებიდან მოპარული ხორბალი გაჰქონდათ. ტვირთის ზღვაში ჩატვირთვის შემდეგ მშრალი ტვირთმზიდები ისევ რთავენ რადიოკავშირს და პირდაპირ მიდიან სად? ისრაელში. რამდენიმე დღის ცურვის შემდეგ ისინი მშვიდად ტვირთავდნენ უკრაინაში მოპარულ ხორბალს ჰაიფასა და აჟდოდის პორტებში. გასულ წელს უკრაინამ სანქციები დაუწესა გემს, სახელად წმინდა ოლგა, ვლადიმირ პუტინის კონტრაბანდულ ქსელში მონაწილეობისთვის. ის მინიმუმ 4-ჯერ იყო ჩართული ხორბლის მიწოდებაში სწორედ ისრაელში. კიდევ ერთი გემი, რომელიც გამორჩეულია მოპარული საქონლის გადაზიდვის ქსელში, არის გემი სახელად მეჩლევი. მან ასევე ექსპორტზე გაიტანა მოპარული უკრაინული მარცვალი სწორედ ისრაელში. გარდა ამისა, გემების წმინდა ოლგა და მეჩლევი გარდა
გაზეთმა ჰაარეცმა კიდევ 7 გემი გამოავლინა, რომლებიც 2023 წელს ტვირთს გადმოტვირთავდნენ. ისრაელში ხორბალი, რომელიც მათ ჩატვირთეს დაუდგენელი გემებიდან რუსეთის მიერ კონტროლირებადი კერჩის სრუტეს მახლობლად, გამორთული AES სისტემით და საქონლის წყაროს დამალვის ცდელობით. სრული სურათისთვის უნდა დავამატოთ, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მრავალი საერთაშორისო გამოძიება აჩვენებს, რომ რუსეთი ზღვით ექსპორტირებს მოპარულ უკრაინულ ხორბალს, ძირითადად სირიაში, თურქეთსა და ირანში. რაც თავარია ხორბლის გაკიდვა ვლადიმერ პუტინისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომის ერთ-ერთ მთავარ ფინანსურ წყაროს წარმოადგენს. მაგრამ როგორ ახერხებენ რუსები ასე მასობრივად და დაუსჯელად გაკიდონ უკრაინაში მოპარული ხორბალი? მექანიზმები რეალურად რამდენიმეა. ერთ-ერთი მათგანი იყო რუსული კომპანიებისთვის უკრაინელი ფერმერებისგან ხორბლის შეძენის უფლების მიცემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ანუ ასე აფორმებდნენ. გადაჰქონდათ რუსეთში რკინიგზით და სატვირთოებით, იქიდან კი ექსპორტზე გაჰქონდათ საერთაშორისო ბაზარზე, წინასწარ ურევდნენ ამ ხორბალს რუსულ ხორბალში, რომლის გაყიდვაც რუსეთის ფარგლებს გარეთ საერთოდ ნებადართულია. გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლებამ შეიმუშავა პროტოკოლი, რომელიც არეგულირებს მცირე მომწოდებელი გემების გამოყენებას ხორბლის საწყობებიდან რუსეთის პორტებში ზღვაში გადასატანად. ხოლო იქიდან იმ გემებზე, რომლებიც ხორბალს კლიენტებთან მიიტანენ, ერთ მომენტში რუსეთის პორტებში საცავის ადგილების ნაკლებობის გამო გადაწყდა, რომ დიდი რაოდენობით მსხვილი გემები გამოყენებულიყო როგორც მცურავი მარცვლეულის საწყობები. და აი მონიტორინგი. ჟურნალისტების მონიტორინგმა აჩვენა, რომ ნებისმიერ მომენტში ქერჩის სრუტის სამხრეთით მდებარე რაიონში მინიმუმ 5 გემი იმყოფებოდა, რომლებიც მცურავ მარცვლეულის საწყობებად მუშაობდნენ. და სწორედ ამ გემებზე ტვირთავდნენ უკრაინაში მოპარულ მარცვალს. იქვე მიჰქონდათ რუსეთიდანაც მარცვალი, ურევდნენ ერთმანეთს და ყველაფერს რუსულ მარცვლად ასავებდნენ. და აი რუსეთის ოკუპაციური ადმინისტრაციის დოკუმენტებში მოცემულია სია, სადაც 120 პარტია უკრაინიდან მოპარული მარცვალია ჩამოთვლილი. და რუსეთის ოკუპაციურიც. 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის ივნისამდე პერიოდში 31 პარტია, ანუ მთლიანის 25% მოპარულია უკრაინული მარცვალი. ისინი იყო განკუთვნილი ისრაელისთვის. იცის თუ არა ისრაელი რომ ყიდულობს სწორედ მოპარულ მარცვალს? ეს საკამათო საკითხია. რუსი მომწოდებლები ამტკიცებენ, რომ ეს ხორბალი მოდის სიბირიდან და ახლა დასავლეთში იგზავნება ვაგონებით. მომწოდებლები აწვდიან დოკუმენტებს, რომ მარცვალი რუსულია. თითქოს მარცვალი რუსული სიბირიდანაა, ხოლო ისრაელის მყიდველები და ადმინისტრაცია ინახავენ სიას უკრაინული მოპარული მარცვლის პარტიებით. და უკრაინის საელჩომ დაუკავშირდა ისრაელს და გააფრთხილა, რომ ამ კონკრეტული რუსი მომწოდებლებისგან ყიდვა აკრძალულია. იქ მიხვდნენ, რომ ეს მოპარული მარცვალი იყო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. აპრილის დასაწყისში ისრაელმა მაინც მიიღო ჰაიფას პორტში გემი. ადმინისტრაცია. სია პარტიების მიხედვით შეიცავს, ღიად განაცხადეს, რომ ამ გემზე მარცვალი მოპარულია. და ბოლოს 27 აპრილის ღამეს ისრაელში მარცვალი. და აი მარცვლის პარტია, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოდის. Территории Украины. ადმინისტრაციები შეიცავს სიას თლიანობაში 2200 ტონა ხორბლისა და უფრო მეტი ვიდრე 19000 ტონა ქერის შესახებ. გემი მაინც ელოდება თავის განდვირთვას. ამიტომ დასკვნები თავად გააკეთეთ, აქ მრავალ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი, თქვენი დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ, გამოიწერეთ არხი, დააწყაპომეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა თუ გსურთ უკრაინული მარცვალი. და რუსეთის ოკუპაციური ადმინისტრაციის დოკუმენტები შეიცავს, შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი დონატის ან ფასიანი სპონსორული გამოწერის საშუალებით ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებითა და რეკვიზიტებით. იქ სრულიად განსხვავებული. მოპარული უკრაინულის. ეს ყველაზე მარტივი გზაა ამ არხის მუშაობის მხარდასაჭერად. ამისთვის მადლიერი ვიქნები. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.